სვეტიცხოვლის ტაძარში სამხრეთ კედელზე. აი ამაზე ძალიან კარგია რომ გამოვხულეთ ყურადღება, ძალიან ბევრი კითხვა ისმის. განფენილია ფრესკა, რომლის იკითხვისი არის განსხვავებული. ანუ ზოგს მსტარად მიაჩნია, რომ ეს არის დასტური ასტროლოგიის და მართლმადიდებლობის ურთიერთკავშირისა, რაც რა თქმა უნდა სწორი არ არის. უბრალოდ ელემენტარული მეცნიერება, თუ ჩვენ გულდასმით დაუკვირდებით ფრესკას და შევძლებთ ამოვიკითხოთ ის ბერძნული წარწერები, ესე იგი, რაზეც იქ არის საუბარი, ძალიან ბევრი საკითხს ნათელი მოეფინება. მე ერთ შემთხვევას გავიხსენებ, ჩემთან საშუალო ასაკის ადამიანი მოვიდა და მას ჰქონდა სურვილი ამ ფრესკაში გარკვევისა, თუმცა ასტროლოგიური პოზიციიდან ესაუბრებოდა. და როდესაც ვკითხე მისი აზრით რა იყო გამოსახული, ეს ფრესკა თავდაყირა წარმოაჩინა, ანუ მას არ ესმოდა რა იყო ამ ფრესკაზე გამოსახული. და მე უბრალოდ ესეთი მარტივი კითხვა დავუსვი მას, თუ იცი რა წარწერებია იქ, ესე იგი მოხმობილი. მამითხრა არა და მე ამის შესახებ ვესაუბრი, იქ არის ესე კონცენტრული წრეები თუ მაყურებელს ახსოვს და შეიძლება ესე მზის თვალი დავარქვა მას. არის ფსალმონის სიტყვები მოყვანილი, აქებდით უფალსაც სათაგან, აქებდით მათ მაღალთა შინა, აქებდით მას ყოველნი ძალნი მისნი, აქებდით მას ყოველნი ანგელოზნი მისნი, აქებდით მას მზედამთოვარი, აქებდით მას ყოველნი ვარსკვლავი. აქ უფლის ადიდებელი აღვლენილი და სწორედ ფსალმონის 152 ფსალმონის პირველი მესამე მუხლი ხატმწერისათვის გახდა ფრესკის იკონოგრაფიული პროგრამა. ანუ რაც ამ ფსალმოში ითქვა, ყოველივე არის გამოსახული აქ. და ამას ემატება კიდევ, ესე იგი, მაცხოვარს ხელში გრაგნილი უკავია ის წარწერა, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს ასტროლოგიასთან, პირიქით ადამიანთა სინანულისკენ მოწოდება გაახლავთ, მაცხოვრის გარშემო 4 ცხოველია და წმინდა ანდრია კესარია კაბადოკიული განმარტავს ამათ, რომ ესენი არიან სახე ქრისტეს განგებულებისა, ლომის პირი არის სახე მისი ვითარცა მეუფისა, კურო, ანუ ხარი ვითარცა უდლისა, უფროსის ხვერპლისა, ხოლო კაცისა ვითარცა ჩვენთვის განკაცებულის, ხოლო არწივისა ვითარცა სულისა, წმინდისა. და მე უბრალოდ ასეთი კუთხით წარმართ მის ისტორიებია, რომ როდესაც თქვენ ხედავთ მართლმადიდებლურ ტაძარში რაიმე გამოსახულებას და სანამ მასზე დასკვნებს გააკეთებდით, უპრიანია იკითხოთ რა მოსაზრებები აქვს მართლმადიდებლებს, რამდენად მისაღებია ის ინტერპრეტაცია, რასაც თქვენ ესე იგი ბრძანებთ. მე ვამბზანა, რომ იქ გამოსახულია ანგელოზები და ესენი ვინ არიან მე? თქო, მე არ მითქვია რომ ეს ანგელოზები, ესენი 12 მოციქულიაო და თუ შეიძლება დათვალეთ მე, აღმოჩნდა 13. ამაში დაიბნა. ანუ აღმოჩნდა რომ ის ვერ გაარკვია რომ ეს მოციქულები კი არ იყვნენ, არამედ ანგელოზები და ასე შემდეგ. ასე რომ ჩვენ ხშირად გვაქვს საქმე განუსწავლელობასთან. დღეს არაერთი არასამთავრობო ეკლესიისკენ იშვერს ხელს და განათლების პრობლემაზე საუბრობს. მე ვფიქრობ, რომ პირიქით არის საქმე, ესე იგი განათლების პრობლემა ზოგადად რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ ის რომ ჩვენ ვერ ვერკვეოდეთ მართლმადიდებლურ წამში, ვერ ვერკვეოდეთ მისწავლებაში და ჩვენი შეხედულებები გქონდეს, ეს ნამდვილად არ არის განათლება, ეს გაუნათლებლობა და განსაკუთრებით როდესაც ვინმე გააკადნიერდება და სვეტიცხოვლის ერთ-ერთ ფრესკაზე რომელსაც საუბარი თავის ინტერპრეტაციებს წარმოადგენს, თავი უნდა შეიკავოს ალბათ. რა თქმა უნდა, არსებობს სიტყვის თავისუფლება, მაგრამ 7/7 არ უსაყოფილა 4. მამბიძინა, ესე იგი ჩვენ ბუნებრივია საუბრობთ იმაზე, რომ ეს ყველაფერი აბსურდია, მაგრამ მაინც რომ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რომ ამ წეგან კახამაც აღნიშნა, რომ არაერთი ადამიანი, რომელიც ტაძარში დადის ესწრება წირვალოცვას, მაინც კითხულობს ამ ასტროლოგიურ პროგნოზს, შეიძლება ამბობენ ასევე იმას, რომ შეიძლება ყოველდღიურ ჰოროსკოპს არ მიაქციონ ყურადღება, ეს სისულელე არის, ასე ამბობენ კიდევაც, მაგრამ ის რომ ანუ სათითაოდ ხასიათდება ესა თუ ის ზოდიაქო, ხომ და თვითონ პიროვნება აიგივებს მასთან, ძალიან ბევრ საერთოს პოულობს. არა თუ ის თავის დღეს გეგმავს, არამედ ცხოვრებასაც უკავშირებს იმის მიხედვით ირთავს ცოლს ან თხოვდება, თუ ვინ არის მისი პარტნიორი ზოდიაქოთი. დიახ. რაზეც თქვენ ბრძანებთ, ასეთი ბევრი არ არიან, თუმცა ნამდვილად გარკვეული პროცენტი არის. მე მათ საყურადღებოდ ვიტყვი, რომ მისნობის ყველანაირი ფორმის და მათ შორის ასვლად მრეცხველობის და ასტროლოგიის სამხელად მრავალი მაგალითის მოყვანა შეიძლება, თუნდაც ბიბლიიდან. ასე რომ თუ პიროვნება ფიქრობს, რომ
იგი ესე იგი მორწმუნეა და ეკლესიურია, აუცილებლად ანგარიში უნდა გაუწიოს საეკლესიო სწავლებას. თუნდაც მაგალითად წმინდა წერილის ერთ-ერთ ფრაგმენტს გავიხსენებ, რომელიც მეორე ჟულის წიგნშია დაფიქსირებული. ნუცა აღიხილავ ზეცად, რათა არა რაჟამსი ხილომზე, ინათუმ თოვარი და ვარსკვლავნი, ანუ ყოველნი სამკაულნი ცათა და შესთე თაყვანისცემად, ანუ მსახურებად მათა, რომელი იგი განგაშურა თქვენგან უფალმა ღმერთმა თქვენმა. ასეთი მაგალითის მოყვანა ბიბლიიდან ძალზე ბევრი შეიძლება. ჟულის კანონი, რომელიც ესე იგი ძალზე მნიშვნელოვანია, უნდა იყოს ესე იგი ასევე ნათლად წარმოაჩენს ყველანაირი ნიშნობის სახის მიუღებლობას, მათ შორის ვარსკვლავნის ცხოვრების მაგალითად კონსტანტინოპოლის ეგრეთ წოდებული ტრულის კრების 61 კანონი, ლაოდიკიის ადგილობრივი კრების 36 კანონი, ანკვირიის ადგილობრივი კრების 24, წმინდა ბასილდის 72 კანონი და მრავალი სხვა. ასევე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ წმინდა მამათა შეგონება. მაგალითად მოვიყვანდით ჩვენ წმინდა იოანე დამასკელის ესე იგი სიტყვებს სწავლებას ამ საკითხთან დაკავშირებით ეს ციტატა მე წავიკითხავ. ელინები ამბობენ, რომ ვარსკვლავებისა და აგრეთვე მზისა და მთვარის ამოსვლის, ჩასვლისა და მათი თანშეკრის შედეგად განეგება ყოველივე ჩვენეული. ესე იგი, გიბრძანებს, რომ ელინები ამბობენო ასე. ამის შესახებ არსებობს ასტროლოგია. ჩვენ კი ვამბობთ, რომ ის ნიშნები, რაც მათგან ხდება, ეხება წვიმასა თუ უწვიმრობას, სიგრილისა თუ სითბოს, სინოტივეს თუ სიმშრალეს, აგრეთვე ქარს და სხვა ამგვარს, მაგრამ არანაირად ჩვენეულ საქმეებს, რაღაც ჩვენ თვით უფლებრივნი ვართ. ჩვენ არ უნდა დაგვაწყდეს, რომ განსხვავებით ყველა კნილებისა, ადამიანი ღვთის ხატად არის შექმნილი და მას აქვს უკთავის სული, თავისუფალი ნება, მას აქვს მოაზროვნე გონება, მოსიყვარული გული და შეუძლებელია მზეს ამ მთვარის ამ ვარსკვლავს მის ნებელობაზე რაიმე გავლენა ჰქონდეს. ესე იგი, მის სვებელს განსაზღვრავდეს. ადამიანის სვებელს განსაზღვრავს მისივე გზა უფლისაკენ. აი სინერგია, რასაც უწმინდეს ხშირად მეგვიტითებს, როდესაც ადამიანის ცნობიერება, მისი ნებელობა ეძიებს უფალს, ეძიებს მის ნებას და ცდილობს იგი აღასრულოს, აი სინერგია ხორციელდება და არანაირ ვარსკვლავს და ვარსკვლავთა განლაგებას არანაირი ადგილი არ აქვს. თუმცა ესეთი ადამიანები, ამ ტიპის ადამიანები, ვინც თავშოთ მისდევენ ასტროლოგიას, ჯერა თავშოთ ამ ჰოროსკოპურ ნიშნებს, აღნიშნავენ ესეთ რამეს, რომ ძალიან ხშირად ემთხვევა დავუშვათ ის რჩევები, რომელსაც თავაზობენ ასტროლოგები ან ის დავუშვათ რასაც კითხულობენ. ხო, აი ძალიან ხშირად ემთხვევა, იმიტომ რომ ესე მითხრეს, ესე აი მაგალითად მე ვარ სიტყვაზე ორიელი ჰოროსკოპი და ის ხასიათი როგორც ჩამომიყალიბენ, ესეთი ხასიათი მაქვს და მეწვევ რომ დავუშვათ ეხლა ესე მოხდება და ხდება. აი ამაზე რა საუბრობთ ამ დამთვალიერებლად? დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამის შესახებ გვიფიქრია და პასუხიც ვიცით. ეს პასუხი 16 საუკუნეა ცნობილია. და ამ კითხვაზე პასუხი გასცა წმინდა იოანე ოქროპირმა. აქ ერთ ნიუანსს მინდა ხაზი გაუსვა. ეშმაკი 16 საუკუნის განმავლობაში კვლავ აცნობს ადამიანებს. მიუხედავად იმისა, რომ ამის პასუხი ცნობილია და ამის მიზეზი მხოლოდ ის გახლავთ, რომ ეკლესიურ სწავლებას არ დავეწაფეთ ჩვენ და არ ვცდილობთ გავარკვიოთ პასუხი. გვაქვს თუ არა ამის შესახებ და წმინდა იოანე ოქროპირი თავის ერთ-ერთ ქადაგებაში ბრძანებს და პირდაპირ ციტატას ამოვიკითხავ, როგორ იტყვის შენ განარაც იწინასთან მეტყველეს ასტროლოგებმა, მრავალი მათგანი არ ახტაო? რადგან შენ თვითონ განიშორე ღვთის შეწევნა, უგულებელს ყავ ღვთიური სწავლება და მათ შორის ისიც, რაც ყოველგვარ მისნობის უარყოფას ეხება და საკუთარი თავი ადამიანთა ხსნის საფრთხო განგებულების მიღმა დააყენე. ეშმაკი თავისი ნებით გმართავს და განკარგავს შენ. იგი ასეთი მარტივი შედარება მინდა მოვიყვანო. ალბათ ბავშვობაში ყველა ყოფილა ცირკში და იქ უნახია რაღაც ილუზორიული ნომერი, რაღაც ეს შემდეგ. ისიც კი ვერ მივხვდართ რა შეესახმე და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეშმაკის გზას გავყვებით, მის ესე იგი ცნუნებებს ადვილად ამოვიცნობთ? რა თქმა უნდა არა. წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს, რახან შენ უარყავიო საფრთხეს სწავლებაო. შენ თვითონ დააყენე თავის საფრთხო განგებულების ადამიანთა ხსნის საფრთხო განგებულების მიღმა, შენ თვითონ გააკეთე ესა.
ეშმაკი გმართავს შენ და თუ მე უბრალო ილუზორული ნომერის ამოხსნა არ შემიძლია კი ხვდები რომ ეს ისე არა როგორ ადვილად ვეჯერებ რაღაცას რომ ის რაღაც დაემთხვა ნუ თუ შეიძლება ვიფიქროთ რომ ეხლა ცხენის წელია და ცხენი რო არ უნდა გავაბრაზო სუფრაზე შვრია თუ რაღაც უნდა დავდო და იქ სხვას კიდე შეიძლება ბალახი დაუდო და მე ნალია საჭირო და ამ ნალს ქართული ნალი უნდა იყოს თორე რუსული ნალი არ შეიძლება ეს პოლიტიკურად მეუღებელია ამნაირი სიბეცის წარმოქმნა ცოტა რთულია ასე რომ თუ ჩვენ წმინდა წერილის სწავლებას ჩაუხმავდებით და ვიკითხავთ ამის შესახებ შეიძლება ადამიანმა არ იცოდეს რაღაც ნიუანსები გავესწრებით ჯულის კანონს გავესწრებით წმინდა მამათა სწავლებებს ერთსაც გავიხსენებთ თქვენი ნებართვით ძალზე ხშირად ასეთი არგუმენტი მოყავთ რომ თუ ვარსკვლავ მიცხოვობა მიუღებელიო მოგვები ვარსკვლავს არ გამოყვნენო და ვარსკვლავმა არაჩვენო ბეთლემი სად იყო რა საოცრება იცით იგი ეშმაკი კვლავ ცდილობს სხვადასხვა ხერხებით შეაღწიოს და დაიპყროს ადამიანის ცნობიერება და ამაზეც პასუხი გაცემულია 16 საუკუნის წინ უბრალოდ ეს ეთქვა წმინდა გრიგოლის დესპოტორის მიერ დაახლოებით ესეთი შინაარსის გახლავთ რომ ნუ მახსენებთ მე იმ დიდებულ ვარსკვლავს ბეთლემის ვარსკვლავს რომელიც აღმოწყდა იმ დროს როდესაც ქვეყნიერებას მოევლინა მაცხოვარი რადგან ეს ვარსკვლავი იმ დრომდე იყო გამოუჩინებელი და არ შეიძლება ყოფილიყო ასტროლოგიურ ქარტებზე აი როგორი სიბეცია ესე იგი ასტროლოგიურ ქარტაზე დავუშვათ რომ რაღაცა ვინმე განსაზღვრა წინსრებით მაგრამ ეს მას ასტროლოგიურ ქარტაზე აქვს მოცემული და არა ის რომ ესე იგი ასეთი ვარსკვლავი არ ყოფილა მაგრამ იმ დროს გამოჩნდა უფრო მეცაც გეტყვით იცით ჩვენ არათუ წმინდა წერილს ჯულის კანონს წმინდა მამათა სწავლებას ვეცაფებით ქართულ პოეზიასაც არ ვიცნობ სათანადოდ მე სპეციალურად ამოვიღე აკაკის ერთის ერთ-ერთი ლექსი რომელიც კომუნისტების დროს აკრძალული იყო იგი ასეთი მას სკოლაში არ ასწავლდნენ მაგრამ ჩვენ ყველამ შეგვიძლია ეს ნახოთ ასეთი ესე იგი მონაკვეთს წავიკითხავ აღმოსავლეთით გამოჩნდა ვარსკვლავი ჟულის ცნობისა ჯერ უნახველი კაცთაგან უცნაურს გიოსნობისა ჯერ უნახველი კაცთა ანუ აკაკი წერეთელმა იცოდა რომ ეს ვარსკვლავი მანამდე არ არსებობდა გაანკვირდნენ ვარსკვლავთ მრიცხველნი ვერ მისვდა მათი გონება ინიშნეს მხოლოდ მოგვებმა და იგრძნეს უფლის მონება და ამის შემდეგ მათ აღარ უსნათ საჭიროდ ვარსკვლავ მრიცხველობა იმიტომ რომ იხილეს გზა ჭეშმარიტებისა და აი პოეზია მაინც უნდა ვიცოდეთ ასე რომ ნუ ვიქნებით ძალზე ზედაპირული დილეტანტები და თუ რაიმე კითხვა არის ეკლესიას დაუსვათ ეს კითხვა და ვკითხოთ ბევრი მაგრამ მეც არ ვიცი როცა რამე არ ვიცი მიმდივარ ჩემზე უფრო გამოცდილთან ამ დარგის სპეციალისტთან მე თეოლოგიის სხვადასხვა საკითხებს გულისხმობ და ვეკითხები მაგას დიდი მადლობა ბიძინა საინტერესო საუბრისთვის შეგახსენებთ ასტროლოგიაზე გესაუბრებოდა წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ბიძინა გუნია ახლა